ღირსი პორფირი კავსოკალიველი. განმწმედელი შენიშვნები. შენიშვნებით და გაკიცხვით განაწყენებულმა ერთხელ შევჩივლე უხუცეს. უხუცესო, რატომ საყვედურობენ გამუდმებით ამ დღეებში სულ მცირედის გამოც კი მსაყვედურობს იღუმენი. მათი შენიშვნები ცა მოწმენდზე მეხის გავარდნასავით მატყდება თავს. მე კი ამ დროს მგონია, რომ კარგად და სწორად მოვიქეცი. ძალიან განაწყენებული ვარ და სიმძიმე და შიში მეუფლება, რადგან ყოველ წუთს შეიძლება შენიშვნა მივიღო. ჰო, მას შენი განწმენდა სურს, შენ კი ტლინკებს ყრი. ისეც რას გეუბნება იღუმენი. შენ კავსოკალივიაში უნდა გენახა. ერთხელ მშობლებზე დამეუფლა გულის თქმა და ჩემს უხუცესებთან ვაღიარე. მაშინ პირველად მკითხეს მათ, როგორ ხარ შვილო? კარგად, მაგრამ გაღიზიანებული ვარ. ჰო, მაგრამ არ ჩვენ გვეკითხები, ჩვენ ვართ თუ არა შენით კმაყოფილნი? შემიდეთ, მე კმაყოფილი ვარ და ქრისტეს ვევედრები ჯანმრთელობისთვის და რათა თქვენც ჩემთან ერთად კმაყოფილნი იყოთ. მე იმის კურთხევაც კი არ მქონდა გზად მიმავალი, ვინმეს გავსაუბრებოდი, დამლოცეთ ვიტყოდი და გზას გავუყვებოდი. გვიან მიხვდი, ჩემი მოძღვრები ძალიან მკაცრები რომ იყვნენ. მათთან ვერავინ ცხოვრობდა და ყველა მიდიოდა. მე კი სათნოდ მიმაჩნდა ისინი. მაგრამ ერთხელ მოულოდნელად დავრკოლდი. რა მოხდა, მაგალითი მითხარით თუ შეიძლება რომ გავიგო, ვკითხე უხუცეს. გეტყვი, ერთხელ დილით სამზარეულოში სამუშაო დავასრულე. კნუტისთვის თეფშზე საჭმელი დავდი და გარეთ გავიტანე. მალევე შემოbrunდი და კარი დაკეტილი დამხვდა. ვერ გავაღე, არაფერი გამომივიდა. კარს უკან მამა პანტელეიმონი დავინახე, რომელიც ყვიროდა. საიდანაც გახვედი, იქიდან შემოდი. რაღაც ვიზამდი, თეფშით ხელში სახლს შემოუვარე და ცენტრალური შესასვლელით შევედი. რაც დრო გადის უკეთესობის ნაცვლად უარესდები და გონება გეკარგება, დაგავიწყდა საიდან გახვედი, კარი ხომ დაკეტილია, არ ცხრებოდა მამაო. მე მჯეროდა ყოველივე და არ ვეწინააღმდეგებოდი. შემიდეთ, მხოლოდ ეს თქვი, ჩემთვის კი ვამბობდი, უფალო განანათლე ჩემი სიბნელე, აი რა უყურადღებო ვარ, საიდან გავედი დამავიწყდა. ახლა როცა ამ ყოველივეზე ვფიქრდები, ვაცნობიერებ, რომ ყოველივე ჩემთვის, ჩემს აღსაზრდელად იყო იმ ხანად მორჩილისთვის, რათა გამოვეცადე მათ და ენახათ, განვრისხდებოდი და შევესიტყვებოდი თუ არა. იცი შვილო ჩემო, ჩვენ მზად არ ვართ ღვთისაგან იმის მისაღებად, რასაც შევთხოვთ, მაგალითად სიმდაბლისთვის. როდესაც მომწიფდებით, ანუ მზად ვიქნებით ამისთვის, მაშინ მოგვანიჭებს მას უფალი. ოღონდ სულის თვალი უნდა ავახილოთ, რათა უფლის მიზანი გულისხმავყოთ. მამა პორფირი ამბობდა, რომ მონაზნური ცხოვრება არის თავისუფლება. არც მდუმარება და არც სიმშვიდე არ არის, არამედ ის არის იწროება, სიმდაბლე და მორჩილება. ნამდვილ მონაზვნად გახდომის სურვილი ერთია, ხოლო ამისთვის რეალური შესაძლებლობის ქონა სხვა რამაა. მონაზნური ღვაწლის საფუძველი ქრისტეს გულმხურვალე სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს. სიყვარული და მხოლოდ სიყვარული, ეს თუ არ იქნება, მაშინ ადამიანი ჭკუიდან შეიძლება შეიშალოს. გესმის, რას გეუბნები? დიახ, უხუცესო, გონი მესმის. ადამიანი თავისი არსებობის დასაბამს მარტოდ და ველურად ცხოვრობდა. ის ყველაფერს აკეთებდა, რისი სურვილიც გააჩნდა. ამ ველურობის ფესვები ჩვენ შინაგანში ახლაც არსებობენ. ბევრი განსაკუთრებით კი ქალებს ეხება ეს, მშვიდ გარემოს ეძებს ერთი მიზნით, რომ მშობელთა მორჩილებიდან გავიდეს, რათა საკუთარი სურვილისამებრ იცხოვროს. მაგრამ ასეთი ცხოვრება შორსაა მონაზნობისგან. ზოგიერთები პირველყოფილი ადამიანების ამ სიველურით შედიან მონასტერში. მაგრამ როგორც კი შენიშვნას მიიღებენ, როგორც კი მორჩილებაზე და დაჯერებაზე რამეს ეტყვიან, უმალ აღშფოთდებიან და ამბობენ, აქ არავის არ ესმის ჩემიო
და მონასტრიდან მიდიან. საბოლოოდ კი ისინი მარტოდ რჩებიან, საკუთარ სურვილებთან ერთად. ხშირად ემართებათ ეს განსაკუთრებით კი ქალებს. ათონის ერთ-ერთი მონასტრის ძმებმა ჰკითხეს მამა პორფირს, წარემატებოდნენ თუ არა ისინი ერულ გარემოცვაში, თუ მათი სულისთვის უმჯობესი და სასარგებლოა მთაწმინდაზე ცხოვრება, რომელიც მუდამ დუმარების უდაბნო იყო, რაზეც უხუცესმა უპასუხა: ბერი თუ ათენის მოედანზე გონება გაუფანტველად იმყოფება, მაშინ ეს იგივეა თითქოს ათონზე ეცხოვროს, ხოლო ბერი თუ ათონის წმინდა მთაზე გონება მოუკრებელად ცხოვრობს, მაშინ ეს იგივეა თუნდაც ათენის მოედანზე იმყოფებოდეს. უხუცესი ხას უსვამდა, რომ მაცხოვნებელია არა ადგილი, სადაც ადამიანი ცხოვრობს, არამედ ცხოვრების წესი. სანამ სქემოსანი გავხდებოდი, წინა დღით ერთი განსაკუთრებული კურთხევა მივიღე. ჩემს უხუცესთან ერთად დიდ ლავრაში უნდა წავსულიყავით, რათა აღკვეცის კურთხევა მიგვეღო. იღუმენი, რომელმაც კურთხევა მოგცა, წმინდა ადამიანი იყო. როდესაც ასკეტის წმინდა ნილოს სინელის სენაკს ჩავუარეთ, პირველად იქ ვიგრძენი ზეციური კეთილსუნელება, რომელმაც სრულიად აღმავსო და უხუცეს ვუთხარი ეს. მან უბრალოდ მომისმინა, არაფერი მითხრა და გზა გააგრძელა. ჩვენც ასევე უბრალოდ უნდა შევხედოთ ამას. მეორედ წმინდა ხარლამპის წმინდა ნაწილებთან შევიგრძენი ზეციური კეთილსუნელება. ჩემი აღკვეცის ღამეს ყველა მამა შეიკრიბა წმინდა სამების ტაძარში. კირიოკონში ღამისთევის ლოცვა ჩავატარეთ და ვიგალობეთ. ამდენად ჩვენ საკუთარ თავს ვწვრთნით, ვამუშავებთ უსისხლოდ, ისე რომ თავადაც ვერ ვამჩნევთ ამას. ანუ ადამიანი თავის ძველ ადამიანს ძლევს, აუძლურებს და ამას უბრძოლველად აკეთებს. იგი არ ებრძვის ძველ კაცს, არამედ უვარგის, გამოუსადეგარს ხდის მას და საკუთარ თავში ახალ ადამიანს ზრდის.